მოგესალმებით. იცოდით, რომ ომის დროს საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობა მკვეთრად იზრდება და მას უამრავი სხვა უწყება უერთდება. უბრალოდ ნახეთ მე-11 მუხლის ჩამონათვალი. დღეს ჩვენ ვაკეთებთ თავდაცვის კოდექსის ძალიან საინტერესო მიმოხილვას. თუ აქამდე გეგონათ, რომ ომიანობისას ქვეყანას მხოლოდ ჩვენი სტანდარტული ჯარი იცავს, გარწმუნებთ, დღეს ბევრ მოულოდნელ დეტალს აღმოაჩენთ. ომი რომ დაიწყოს, რეალურად ვინ ხდება ჯარისკაცი? ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაზე პასუხს თავდაცვის კოდექსის მე-11 მუხლი გვაძლევს. დღეს ზუსტად იმ წარმოუდგენელ ტრანსფორმაციაზე უნდა ვისაუბროთ, რაც ამ კანონშია ჩადებული. ეს არის მომენტი, როცა უამრავი სამოქალაქო უწყება ფაქტობრივად თვალის დახამხამებაში ოფიციალურად იქცევა შეიარაღებული ძალების ნაწილად. მოდით პირდაპირ მივყვეთ ჩვენს გეგმას. ჯერ ვნახავთ საბაზისო სტრუქტურას, მერე საომარი მდგომარეობის გამოცხადების პროცესს, შემდეგ ამ დიდ გაფართოებას, კიბერდანაყოფების როლს და ბოლოს თავდაცვის რეზერვის სისტემას. ნაწილი პირველი. მშვიდობიანობის დროინდელი საბაზისო სტრუქტურა, ანუ როგორია თავდაცვის ძალები ყოველდღიურობაში. ჩვეულებრივ წყნარ დროს ჩვენი თავდაცვის ძალები 4 მთავარი საყრდენისგან შედგება. ესენია სახმელეთო ძალები, საჰაერო ძალები, სპეციალური ოპერაციების ძალები და რა თქმა უნდა, ეროვნული გვარდია. სულ ესაა, სწორედ ეს სტანდარტული ბირთვია პასუხისმგებელი ჩვენს დაცვაზე ყოველდღიურ რეჟიმში. ნაწილი მეორე. საომარი მდგომარეობის ამოქმედება. ვნახოთ, როგორ მუშაობს მართვის სწრაფი ჯაჭვი. წარმოიდგინეთ კრიტიკული მომენტი, როგორ ვრთავთ ამ საომარ რეჟიმს. 159 მუხლი გვეუბნება, რომ ეს უსწრაფესი პროცესია. პრემიერ-მინისტრი აკეთებს წარდგენებას, რის საფუძველზეც პრეზიდენტი აცხადებს საომარ მდგომარეობას. ეს ბრძანება მაშინვე უკან ბრუნდება პრემიერთან თანახელმოწერისთვის და ბოლოს პარლამენტი იკრიბება და ამტკიცებს მას. ეს ყველაფერი ისე ელვისებურად ხდება, მთელი ქვეყანა მომენტალურად გადადის საომარ რელსებზე. და როცა ეს რეჟიმი ირთვება, ვითარება ბუნებრივია უაღრესად ქაოსურია. ამიტომ კოდექსს აქვს ერთი ჩემი აზრით გენიალური პრინციპი – ამოცანით მართვა. რას ნიშნავს ეს? დაგეგმვა რჩება ცენტრალიზებული, მაგრამ შესრულება დეცენტრალიზებულია. ანუ მეთაურები ენდობიან ქვედა რგოლებს, ახალისებენ მათ ინიციატივას, რომ ამ ქაოსში სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები და მიზანს მიაღწიონ. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. ნაწილი მესამე. ომის დროინდელი გაფართოება. გადავიდეთ მე-11 მუხლის მთავარ სიურპრიზზე. აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო. გახსოვთ ის 4 სტანდარტული დანაყოფი, წეღან რომ ვახსენე, საომარი მდგომარეობის დროს ირთვება ტოტალური თავდაცვის პრინციპი და ჯარს მომენტალურად უერთდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუსის, იუსტიციის სამინისტროს დანაყოფები და, წარმოიდგინეთ, მაშველებიც კი. მოდით ზუსტად ვნახოთ, ვინ არიან ესენი. შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჯარის ნაწილი ხდება სასაზღვრო პოლიცია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და სტრატეგიული ობიექტების დამცველები. და რაც ყველაზე თვალსაჩინოა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.